გულის ტკივილიც მინდა თქვა, გულის წვეტით მინდა თქვა, რომ საზოგადოება რაღაცა დავშორდით ერთმანეთს, გავცივდით, თითქოს ერთმანეთის გვერდში დგომა არ გვჭირდება და ჩვენს ნაჭუჭში თავს კარგად გვგრძნობ. პირობითად აგერ ჭიათურებლების პრობლემაა, რა ვიცი, სამტრედიას დიდად ნერვიულობა არ აქვს ამ საკითხზე, ან პირობითად ვიძახი, რა ვიცი, ყვარელს, ან პირობითად ვიძახი, რა ვიცი, დუშეთს სიტყვაზე ვიძახი, ხო? იქ დუშეთში რაღაცა მოხდება, პრობლემა იქნება, არ აინტერესებს სხვა რაიონებს ან რეგიონებს და აი ამ დაყოფამ ხელისუფლება კომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენა, იყვირებენ, გაჩუმდებიან, პრობლემა მოგვარდება და რეალურად ჩვენ ერთმანეთის ტკივილით უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენ ერთმანეთის სიხარულით და სიყვარულით უნდა ვცხოვრობდეთ. ეხლა შეიძლება სადერძელოსავით გამომდეს, მაგრამ რეალობა მართლა ეს არის. თუ პირობითად ვიძახი, შენ რომ მუცელი აქ ტკივდება და რაღაცა თავი აქ ტკივდება, მე არ ვინერვიულებ და მე არ მივიტან გულთან, ჯაბა არ მიიტანს გულთან, საზოგადოება არ მიიტანს გულთან, შენი პრობლემა არ მოგვარდება, ხვალ ჩემი დაიწყება, ჩემიც ისევე არ მოგვარდება და რეალურად გვერდში დგომით ესეთი პრობლემები მოგვარდება, თორე მარტო ადამიანი და რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფი რო იხმაურებს, ამას არანაირი შედეგი არ მოყვება. სახლში ზის ყველა და ერთს გააკეთებენ, რომ აი ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ შედეგი არ იდება.